პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ის ფლობს ძალიან ბევრ ენას და არის დოქტორი კლინიკური ფსიქოლოგიის, ფსიქოანალიტიკოსი და განათლება მიღებული აქვს საფრანგეთში, ნიცაში, სორბონას უნივერსიტეტში და მას აქვს მძიმე ფსიქიკური აშლილობების მქონე ტრავმირებულ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სამწუხაროდ მას უწევდა მუშაობა ფრონტიდან დაბრუნებულ უკრაინელ ჯარისკაცებთან. რაც ცხადია, ყველა ადამიანისთვის არის რთული გამოცდილება და კლინიკურად საჭიროებს გადამუშავებას, ლაპარაკს და დღეს და ის მუშაობს აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში და მის წინა მოხსენებაშიც, როგორც დღევანდელ მოხსენებაში, გვექნება მცდელობა იმის დასადასტურებლად, რომ ფსიქოანალიტიკოსის ფიგურა არ არის მხოლოდ და მხოლოდ კაბინეტში ჩაკეტილი სუბიექტი, რომელიც მუშაობს პაციენტებთან და მოწყვეტილია იმ რეალობას პოლიტიკურს თუ სხვას, რომელიც მის გარშემო არსებობს. და დღესებით დავადასტუროთ, რომ ფსიქოანალიტიკოსების ადგილი არის ყველგან, მათ შორის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში, ფრონტზე, წინახაზე თუ უკან თუ ასე შემდეგ და დღეს ამაზე გვესაუბრება ჩვენი კოლეგა იანა კოროკო, რომელსაც მე უკვე დიდი ხანია ვიცნობ საფრანგეთიდან, როცა ჩვენ მქონდა საერთო სემინარები საფრანგეთში და უკვე ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში. Je vous donne la parole, Yana. Merci beaucoup, Giga. Je suis très contente de vous revoir aujourd'hui. Donc, on vient de parler il y a quelques mois. Et il y a une autre partie de mon livre que j'aimerais partager avec vous, prenant en considération les questions que vous m'avez posées la fois dernière. წინა სემინარზე ჩვენ ვისაუბრეთ იანა კოროკოს წიგნზე. სხვათა გამორჩა მე თქვა, რომ მან დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება ბირთვული ომის საშიშროებას, მაგრამ ეს ომამდე, ბევრად ადრე. და ისაუბრობს იმ წიგნზე, რომლის გამოცემასაც აპირებს და პირველი სემინარის დროს ახლა ვისაუბრებთ მეორე ნაწილზე ამ წიგნის და იმ კითხვებზე, რომლებიც გაჩნდა მაშინ პირველი შეხვედრის დროს. Et aujourd'hui, je vais vous raconter 4 vignettes. Donc, la première s'appelle Comment les gens parlent de la guerre. Après, je vais. On peut distinguer 4 principaux types de discours. Discours A. Ceux qui ne sont pas directement touchés par les hostilités, mais qui s'inquiètent pour leur survie et pour celle de leur famille. La vie de la plupart est réduite à la survie, où trouver de l'eau, de la nourriture, de l'électricité, un abri chaud. მე დღეს გესაუბრებით 4 კლინიკურ შემთხვევაზე, 4 ამონარიძე და იმაზე თუ რომელიც აჩვენებს იმას თუ როგორ საუბრობენ ადამიანები ომზე. პირველი ეს არის შემთხვევა pardon, première c'est est-ce que vous pouvez répéter? Le premier discours de ceux qui n'étaient pas touchés directement par la guerre. პირველი ეს არის მათი დისკურსი, ვინც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ომთან. ვინც არ არის ფაქტიურად ვის ტერიტორიაზე უშუალოდ, სადაც მე ვცხოვრობ, იქ არ მიმდინარეობს ომი. La guerre est partout dans tous les aspects de la vie. Il n'y a pas de répit. Les sirènes hurlent tous les jours et la première pensée est de ne pas se faire toucher par cette missile. Les gens
lisent les nouvelles le matin, de qu'ils ouvrent les yeux. Beaucoup de gens font de bénévolat et se sentent ainsi impliqués dans la lutte contre l'ennemi. Les nouvelles rapportent chaque fois de nouvelles menaces nucléaires, chimiques, drones iraniens, missiles coréens contre lesquels nous n'avons pas encore de défense antiaérienne. ეს ის ნაწილია მოსახლეობის, რომლებიც მუდმივად ისმენენ სირენის განგაშის ხმას, რომლებიც მუდმივად ეცნობიან განუწყვეტლივ ახალ ამბებს ომთან დაკავშირებით, ხშირად მოხალისეობრივ საქმიანობას აწარმოებენ და იბრძვიან ისე როგორც შეუძლიათ და მუდმივად იმყოფებიან მუქარის ქვეშ. და მუქარის ქვეშ დრონების თუ კორეული რაკეტების, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ არ გვაქვს საკმარისი თავდაცვა თუ სხვა საფრთხის. Mais personne ne fuit. Beaucoup, au contraire, sont revenus de l'étranger en Ukraine car ils n'ont plus peur et qu'il y a une certitude, c'est la guerre. C'est la guerre. Pardon, il y a la certitude? Il y a une certitude, c'est la guerre. Donc avant, on n'était pas certain si c'est la guerre, si ça va finir dans quelques jours. Mais maintenant, tout le monde est certain, c'est la guerre. და ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ გარბიან, გაქცევის აი ეს იმპულსი მათში უკვე აღარ არსებობს და ამავე დროს ისინი დარწმუნებულები არიან უკვე რომ საქმე ეხება ომს, რაც ძალიან რთული რამ არის, რომ დარწმუნდე რომ ომში ხარ. იმდენად თავზარდამცემია როგორც ასეთი ეს რეალობა. Deuxième discours. La mort comme une ombre plane sur chaque mot de ceux qui ont vécu les destructions. Alors, si le premier discours était de ceux qui n'étaient pas touchés au niveau de la mort, des destructions par la guerre, le deuxième discours est ceux des personnes qui étaient touchées par la guerre. Donc, ces personnes-là parlent tout le temps sur la guerre et leur discours est accompagné par agression, douleur, la perte, traumatisme, avec une soif inextinguible de réparation, récompensation pour ce que les Russes ont fait. თუ კი პირველ შემთხვევაში ომი უშუალოდ არ შეხებია მოსახლეობის ამ ნაწილს, მეორე შემთხვევა, მეორე დისკურსი ომის შესახებ ეხება მათ და ამ დისკურსს იჭერს ის, ვისაც შეეხო უშუალოდ ომი და ვინც გაიცადა დანაკარგი ადამიანური თუ ქონებრივი თუ სხვა და ისინი მუდმივად საუბრობენ ომზე, განიცდიან ძლიერ აგრესიას, ტკივილს, დანაკარგის შეგრძნებას, იმყოფებიან ტრავმატიზაციის მდგომარეობაში და ითხოვენ კომპენსაციას, რეკომპენსაცია უბრალოდ რეკომპენსა არის კომპენსაცია არის პასუხი გასცენ და რეპარაციას რომ მოხდეს მათი ზარალის ანაზღაურება მორალური თუ სხვა. Le troisième discours de génération soviétique à laquelle appartient Poutine. Et cette génération ne veut pas quitter son foyer, sa région, même si elle a été détruite. Ils opposent une résistance, ils montrent une résistance inutile et obstinée à toute tentative d'évacuation, car ils pensent que, mis à part leur propre terre, s'ils sont dehors leur propre terre, ils ne seront pas nécessaires. Ils ne seront pas les personnes attendues à l'étranger et ils serviront à rien. Donc, ils n'auront pas utilité d'ailleurs que leur maison. Ils préfèrent mourir sur leur propre terre plutôt que de vivre et d'être inutiles dans un pays étranger. Et vous dites, Yana, que c'est la génération soviétique. Oui, de 60, 70 ans.
და მესამე დისკურსი ეხება თაობას, რომელსაც შეიძლება უწოდოთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თაობა, უშუალოდ საბჭოთა თაობა 60-70 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან იმით, რომ რა საშიშროებაც არ უნდა ემუქრებოდეთ, ისინი უარს ამბობენ ევაკუაციაზე და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ევაკუაციის და უსაფრთხოების გეგმას დატოვონ თავიანთი მიწაწყალი და დატოვონ თავიანთი სახლები, ვინაიდან აქვს ძლიერი შიში იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ისინი დატოვებენ თავის სახლ-კარს, სხვა მიწაზე, სხვა ქვეყანაში ან სხვა რაიონში, სხვა რეგიონში, ისინი სრულიად უსარგებლონი აღმოჩნდებიან, არავის არაფერში აღარ დასჭირდება ისინი. Et quatrième discours, celui de la jeune génération née pendant l'indépendance. Nous avons cette perception que la vie peut s'arrêter à tout le moment et que ce que nous avons rêvé de faire toute notre vie, mais que nous n'avons pas, mais ce que nous avons rapporté, nous devons le réaliser ici et maintenant. Pardon, ce que nous avons rapporté au sens, ce que nous avons reçu de notre éducation d'indépendance ou Non, 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 dans le sens que génération jeune, si nous avons eu des rêves de faire quelque chose, mais avant la guerre, nous avons toujours le rapporté en disant non, on ne fait pas ça maintenant, on ne peut pas le faire. Mais maintenant, on a commencé de le réaliser, même si nous n'avons pas les moyens de le faire, mais on agit, on ne le rapporte, on ne... pour l'avenir? Oui, dans l'avenir, on le fait, on réagit. და მეოთხე დისკურსი და მეოთხე პოზიცია, ასე ვთქვათ, განასახიერებს სრულიად ახალი თაობა, რომელიც დაიბადა უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში და რომელიცაც ყოველთვის ადრე ახასიათებდა ზოგადად საკუთარი გეგმების, საკუთარი მიზნების დროში გადავადება, მაგალითად მე მომავალში გავაგრძელებ სწავლას, მე მომავალში გავაკეთებ ამას და ასე შემდეგ და ომის შემდეგ და ომის პერიოდში ეს თაობა უკიდურესი რეაქტიულობით გამოირჩევა, განახორციელოს და მოქმედებები აწმყოში, ანუ უკიდურესად ქმედითი თაობა აღმოჩნდა ეს, რომელიც განხორციელებაზე და ქმედებაზე გახდა ორიენტირებული სწორედ ომის პერიოდში. Comme nous le voyons, la guerre soulève la question de la privation réelle de tout ce qui était pour nous le symbole d'une vie stable. Donc nous sommes privés de cette vie stable. On vit la frustration dans l'accès à la satisfaction de besoins humains à nos proches et la menace des castrations de notre souveraineté et de notre identité. და ჩვენ განვიცდით ომს რეალურ ცხოვრებაში, როგორც რეალური პრივაციის რეალურ გამოცდილებას, იმ სტაბილურობის სიმბოლური საყრდენებისა, ანუ რეალურ პრივაციას, სიმბოლური საყრდენებისა სტაბილური ცხოვრების და ამავე დროს ფრუსტრაციას დაკმაყოფილების ელემენტარული ობიექტების არარსებობის პირობებში და ერთგვარ კასტრაციას ჩვენი იდენტობისა და მომავლის თითქოს. Vous avez dit castration d'identité de quoi? Oui, castration de indépendance, souveraineté et identité. რომ თითქოს ამავე დროს ესა ერთგვარი კასტრაცია სუვერენიტეტის და იდენტობის. Oui, nous vivons dans la privation, la frustration et la castration, mais nous continuons à vivre. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ფრუსტრაციის და პრივაციისა და კასტრაციის გამოცდილება გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. Il faut avoir un immense désir de vie qui surmonte la peur de mort pour survivre dans telles conditions. და ჩვენ ამავე დროს ვართ მომსწრენი
გრანდიოზული უზარმაზარი სურვილისა, სიცოცხლის ლტოლვის სურვილის, რომელიც ეხმარება ადამიანებს გადალახონ და დაძლევონ სიკვდილის შიში. Et deuxième vignette qui s'appelle Nous ne donnons pas notre consentement, notre accord à ce que le psychologue travaille avec nos enfants. პირველი შემთხვევა, რადგან ვილაპარაკეთ, ეს იყო შემთხვევა, როდესაც ესე იგი ადამიანები უარს ამბობენ დატოვონ მიწაცხალი. Première vignette, c'était quand les gens refusent d'aller faire une quitter leur maison. Première vignette s'appelait Quatre discours sur la guerre. Comment les Ah, gens parlent sur la guerre. Et on ouais, a dit que le premier ouais. discours, bon, des personnes qui n'étaient pas touchées par la guerre. Deuxième discours, des personnes qui étaient directement touchées par la guerre. Troisième discours de la génération soviétique. Et quatrième de la génération jeune. Oui, oui, ça, j'ai déjà traduit. ანუ მეორე საკითხი ეხება ესე იგი შემთხვევა, ვთქვათ ასე კლინიკური, როდესაც მშობლები ომის დროს გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, რომ ფსიქოლოგებმა იმუშაონ ჩვენ შვილებთან. Et on passe à... ცუდი არ არის როგორც პოზიცია მქონი, ზოგიერთი ისე მუშაობს. Pardon. C'est refuse des parents que les psychologues ne vont pas travailler avec nos enfants. Oui, exactement. C'est la deuxième vignette. Ouais. Je suis entrée dans un grand bureau où une trentaine d'élèves du 12e au 11e, bon, disons, 16 ans, les gens de 16 ans étaient déjà rassemblés. Dans le bureau, dites-moi. Les gens de... Oui, les gens, les étudiants qui avaient 16 ans, 17 16 ans, oui, 16 ans, oui. étaient rassemblés dans le bureau. Et dans le bureau, il y avait du bruit dû aux conversations et à la musique qui sonnait au dernier rang de la classe. Et je me suis approchée du tableau et j'ai salué aux étudiants. Et j'attendais tout le temps cette rumeur, cette bruit incessant. Et je dis, peut-être que cela n'intéresse pas tout le monde, mais nos rencontres sont ouvertes uniquement à ceux qui ont le désir d'y participer. Et ceux qui ne veulent pas participer peuvent quitter la salle. Et 3 personnes sont sorties, les autres sont restées. Mais avant de commencer notre travail, je vais vous distribuer, je dis que je vais distribuer des accords formels, les papiers avec accords pour la consultation qui doivent être signés par leurs parents. Comme ça, c'était le protocole de travail. À ce moment-là, vous êtes dans la classe, dans le bureau, comme ça. Et vous êtes là juste pour rencontrer des élèves ou pour travailler avec eux dans la psychothérapie du groupe? Oui, exactement. Je suis venue pour travailler en tant que psychologue de groupe. Ah, oui. Oui, et il y aura, bien sûr, il fallait la signature de leurs parents. Oui, parce qu'ils n'étaient pas majeurs. Majeur, tout à fait. Ouais. ესე იგი, ესეთ სიტუაცია წარმოვიდგინოთ, რომ არის დიდი დარბაზი, სადაც არის 17 და 16-17 წლის მოზარდები. მე იქ მივდივარ, რომ მათთან ვიმუშაო როგორც ფსიქოლოგმა ჯგუფში. არის ამ დარბაზში ხმაური, საუბარი, მუსიკა და მე მათ ვთხოვ, რომ ვეუბნები, რომ დაფასთან გავდივარ და ვეუბნები, რომ შესაძლოა ჩემი მუშაობა ბევრს არ აინტერესებდეს, არ იყოს დაინტერესებული და თუ არიან ასეთები შეუძლიათ დატოვონ ოთახი და ისინი ვინც დაინტერესებული არიან სამუშაოთი დარჩნენ. სამი ადამიანი გავიდა, დანარჩენი დარჩა და ამის შემდეგ მე მათ დაურიგე ფურცლები, სადაც მათ მშობლებს, მათ სახელებთან და გვარებთან ხელი უნდა მოეწერათ.
იმიტომ რომ ოფიციალური თანხმობა მქონოდა მშობლების მხრიდან, რომ მე მათთან მემუშავა იმდენად, რამდენად ისინი არასრულწლოვანები იყვნენ. Et la prochaine fois, je suis revenue dans le bureau pour rassembler les papiers avec accord signé. Et à ma grande surprise, sur presque chaque feuille, en lettres majuscules, il y avait écriture. Je ne donne pas mon consentement à ce que psychologue travaille avec mon enfant. quelque chose qui ანუ და მეორე დღეს მე ესე იგი მომდამბრუნეს ეს ფურცლები ამ მოზარდებნა თითქოს უმრავლესობა ამ ფურცელზე დიდი ასოებით ეწერა მშობლების წარწერები მე უარს ვამბობ რომ ჩემ შვილთან იმუშაოს ფსიქოლოგმა Bon, tant que les parents auraient pu juste refuser de signer, donc de faire le retour de papier vide, mais oui, ils ont écrit tout oui, ça. oui, ils ont marqué leur signifiant c'est pas il n'a pas rendu le papier vide Oui, exactement. Oui, oui. ანუ მათ კი არ დააბრუნეს ცარიელი ფურცელი ხელმოწერის გარეშე. არამედ მათ პირიქით დაწერეს გარკვევით რომ არ იმუშაოს. Je demandais à la directrice pourquoi les parents s'opposaient de manière si agressive à ce que leur enfant consulte un psychologue. Elle m'a répondu, vous voyez, beaucoup de parents ne comprennent pas le rôle d'un psychologue et ont une fausse perception. Ils pensent que leurs enfants vont recevoir d'informations inutiles. Nous avons des parents très spécifiques. Il faut les convaincre, briser cette résistance naturelle. Mais honnêtement, je pense personnellement que c'est la peur de voir leur autorité parentale affaiblie et que leurs enfants cesseront de les écouter, obéir, et qu'il sera plus difficile de les contrôler s'ils commencent à consulter un psychologue. Je pense que tous les parents, d'une manière ou d'une autre, ont cette peur. Je suis moi-même mère de 2 adolescents et vous savez, je ne fais plus autorité pour eux. C'est elle qui a dit. Oui, 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 c'est elle qui m'a dit. ანუ და ამის შემდეგ დირექტორს ვკითხეთ თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მშობლების მხრიდან ამდენად აგრესიული უარის და უარყოფის მიზეზი და მან მიმპასუხა რომ ჩვენ მშობლებს ბევრ მშობელს არ ესმის ფსიქოლოგის ფუნქცია, ფსიქოლოგის როლი, არასწორი აღქმები აქვთ, ისინი ფიქრობენ რომ ფსიქოლოგმა შეიძლება მათ შვილებს რაღაც უსარგებლო, არასაჭირო მავნე ინფორმაციაც კი მიაწოდოს და რთულია ჩვენ მშობლების დარწმუნება და მათი რეზისტენტულობის გატეხვა, ასე ვთქვათ და მან აგრეთვე მითხრა საინტერესო რამ რომ მართალი გითხრათ შესაძლოა მათ ეშინოდეთ რომ თუ ბავშვები ფსიქოლოგს შეხვდებიან მოზარდები მათი ავტორიტეტი, მშობლების ავტორიტეტი მათ თვალში დაეცემა და ისინი ვეღარ შეძლებენ ამ ბავშვების გაკონტროლებას და აქვე დაამატა რომ აი მე თავად დედა ვარ ორი შვილის და ჩემი შვილები მე აღარ მემორჩილებიან და ფიქრობ რომ თუ ისინი ფსიქოლოგს შეხვდებიან მეტი დამოუკიდებლობა ექნებათ სულ უფრო ფულად შევძლებთ მე მათ გაკონტროლებას. Voilà, c'est la fin de deuxième vignette. Je vais commencer la troisième vignette qui s'appelle Les racines qui ont poussé. Donc, on va parler de ce gens qui ne veulent pas quitter le pays, ce bombardement. Et je cite une patiente qui a dit j'aurais pu partir d'ici avant que les militaires russes n'apparaissaient. Et aujourd'hui, j'aurais pu travailler quelque part à l'étranger et j'aurais pu être heureuse là-bas. Mais j'ai toujours eu peur de partir. Voilà.
Pardon? Elle parle dans une conditionnelle, c'est ça? J'aurais. Bah, oui, j'aurais pu partir même avant la guerre, avant que les militaires n'arrivent pas, et j'aurais pu réaliser mon rêve de travailler à l'étranger, quelque chose que je rêvais de faire. Mais je n'ai pas fait ça. Et maintenant, je suis sous bombardement. Je me trouve dans mon pays parce que j'ai toujours eu peur de bouger, de partir. J'ai mes racines qui m'ont enraciné dans la terre. Bien sûr. Voilà. ანუ და მესამე ვინეტი, მესამე ასე ვთქვათ, ფენომენი ომზე რეაქციის არის, რომ ადამიანები, რომლებიც ადამიანები ამბობდნენ, რომ მე შემეძლო დამეტოვებინა უკრაინა, ჩემი ასე ვთქვათ, რაიონი, სოფელი და შემდეგ წავსულიყავი საზღვარგარეთ, იქ მესწავლა და მემუშავა, რაზეც ვოცნებობდი კიდეც და ეს გამეკეთებინა იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა ომი. და მე ეს არ გავაკეთე და ეხლა ამას ნამდვილად აღარ გავაკეთებ. ესე იგი, ეხლა კი გამორიცხულია, რომ ეს გავაკეთო, ანუ დავტოვო ჩემი საცხოვრისი, იმდენად, რამდენადაც მე უკვე აქ ფესვები მაქვს გადგმული. Ces gens regardaient dans les yeux de la mort. L'air dans leur pays tremblait sous les explosions, le sol gémissait, mais ils n'ont pas quitté leur pays. Pourquoi? Pourquoi les gens sur les épaules desquels repose le fardeau de l'expérience, de la paix et de la sagesse ont-ils refusé de quitter leur foyer? და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში, თავის რაიონში, სადაც მიწამი ფაქტურად მათ ფეხქვეშ იწვოდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ მთელი ცხოვრება მშვიდობის გამოცდილება, მშვიდობიანად ცხოვრების გამოცდილება და საკმარისი სიბრძნე, ის მათ კატეგორიული უარი თქვეს დაეტოვებინათ თავისი სახლები. Pour répondre à cette question, regardons dans les profondeurs de l'inconscient, là où se trouvent les racines de nos désirs et de nos peurs les plus secrètes. Pour la génération plus âgée qui a survécu à la guerre, une maison ne se résume pas, à deux murs et à un toit. C'est leur identité, construite à partir de briquets de souvenirs, de joies et de pertes. C'est un lieu où la vie coule, où les enfants naissent et grandissent, où se cachent les héritages familiaux et les esprits ancestraux, et donc un symbole de sécurité, de stabilité et d'amour. საქმე ეხება რაღაცას, რაც ღრმად არაცნობიერში აქვს ფესვები, იმსაც რომ გავიგოთ მათი ესეთი დაჟინებული პოზიცია არ დატოვონ თავისი რეგიონი, რომ მათთვის სახლი უბრალოდ სახლი არ არის, ეს არ არის უბრალოდ კედლები, არამედ ეს სახლი აშენებული თითოეული აგურისგან, რომელსაც შეიძლება უწოდოთ მათი მოგონებები, მათი იდენტობა, თაობიდან თაობაზე გადაცემული გამოცდილება, წინაპრობითობა და ის გამოცდილება და ემოციური თუ სოციალური, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე, ესე იგი, მათთვის სახლი და ეს ტერიტორია არის მათი იდენტობა, შესაბამისად ამ ყველაფრის დატოვება ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვას. C'est un endroit où ils se sentent protégés et connectés au passé. Sans aucun doute, la maison est un objet dit libido, c'est-à-dire un objet de désir, d'aspiration et d'affection. L'attachement à celui-ci peut être si fort qu'y renoncer est perçu comme une perte d'une partie de soi-même. Et l'émigration dans un tel contexte signifierait la perte d'une partie importante de l'identité psychologique intégrée au lieu de résidence, ce qui rend improbable la restauration complète de cet aspect
de la personnalité. Même s'ils seront capables de s'adapter au nouvel environnement et de construire une nouvelle vie, il leur sera difficile de vivre avec l'une des conséquences les plus courantes de l'émigration, à savoir le sentiment de perte. Ils savent que la maison, la famille, les amis, le mode de vie habituel, la culture qui leur était chère, leur manqueront. Cette perte peut provoquer une profonde tristesse et un désir qui peut durer longtemps. ანუ ეს ადგილი, რომლის დატოვებასაც მათ აიძულებენ, არის მათთვის დაცულობის სიმბოლო და ეს არის ადგილი, რომელიც მათ აკავშირებთ წარსულთან. ეს არის კავშირი წარსულთან და ესე იგი შესაბამისად საკუთარ იდენტობასთან. და ამავე დროს სახლი არის ლიბიდინალური ობიექტი, რომელიც არის უკიდურესად ინვესტირებული, აქედან გამომდინარე, დაკარგვა სახლის დატოვება იძულებით გადაადგილება, ასე ვთქვათ, არის ამოგლეჯა სუბიექტის საკუთარი ფესვებიდან, ისტორიულ-კულტურული ფესვებიდან მოწყვეტა, რომელსაც სუბიექტი განიცდის როგორც საკუთარი სხეულის ნაწილის მოგლეჯას, დაკარგვას და რომლის სრული აღდგენა და რეპარაცია შეუძლებელია, სავარაუდოდ, რამდენად კარგადაც არ უნდა განახორციელოს ადამიანმა წმინდა წყლის ადაპტაცია ემიგრაციაში. მათ უწევთ იცხოვრონ დანაკარგის განცდით და ქრონიკული გლოვით. L'isolement est un autre défi pour les émigrants forcés. Dans un nouvel endroit, ils doivent nouer de nouveaux liens sociaux, ce qui peut s'avérer une tâche assez difficile à partir de la cinquantaine, de la soixantaine et au-delà. Les barrières linguistiques et différences culturelles et le manque des personnes, des connaissances, les personnes proches, peuvent conduire à un sentiment de solitude et d'isolement permanent. ანუ იზოლაცია, ენობრივი ბარიერი, კულტურული განსხვავებები, სოციალური კავშირების რღვევა ემიგრაციაში, საბოლოო ჯამში აყალიბებს მარტოობის მწვავე განცდას. La dépression est une autre conséquence possible de l'émigration forcée. Un sentiment d'impuissance, de désespoir, une perte de sens dans la vie, tout cela peut conduire au développement de troubles dépressifs ou dépression. Les expatriés peuvent avoir le sentiment qu'ils ont perdu le contrôle de leur vie et qu'ils ne peuvent pas influencer la situation. Depressia, მიწოების განცდა, სასოწარკვეთა, ცხოვრების საზრისის დაკარგვის განცდა წარმოადგენს მდგომარეობებს, რომელიც შეიძლება დაეუფლოს იძულებით ემიგრირებულ სუბიექტს. L'angoisse accompagne aussi souvent le processus d'adaptation à un nouvel environnement, entourage, peur de l'inconnu, sentiment d'insécurité, difficultés financières. Tout cela peut provoquer de l'angoisse et même des crises de panique. Ხოთვა არის ხშირად წამყვანი აფექტი, რომელიც არის გამოწვეული ზოგადად დაუცველობის ტოტალური განცდით და ფინანსური დაუცველობის, სოციალური დაუცველობის. ხშირად ეს ძლიერი შფოთვა იზოლებით მიგრანტებთან ყალიბდება როგორც პანიკა და ძლიერი შფოთვა. La crise d'identité est un aspect tout aussi important de l'expérience de l'immigration. Lorsque l'on change du lieu de résidence, l'identité est mise à l'épreuve. Qui sommes-nous? Quelles sont nos valeurs? Quelle est notre place? Trouver des réponses à ces questions peut être un processus long et difficile. მეორე რამ კიდევ რაც შეიძლება დაეუფლოს იზოლებით იმიგრირებულ სუბიექტს გადაადგილებულს სხვა ქვეყანაში არის იდენტობის კრიზისი, რომელიც გულისხმობს კითხვებს, ვინ ვარ მე, რა არის ჩემი ადგილი იქ, სადაც ახლა ვარ,
Quelles sont les questions? Est-ce que vous pouvez répéter, Yana? Oui, que, D'identité des migrants, des sujets immigrés. qui sommes-nous? Quelles Mhm. sont nos valeurs? Mhm. Quelle est notre place? Mhm. ვინმარ ჩვენ რა როგორია ჩვენი ღირებულებები აქ და რა ადგილია რა ადგილს ვიკავებთ. Peur de ne pas être accepté dans une nouvelle société, choc culturel augmente le sentiment d'impuissance. À cela s'ajoute le sentiment de culpabilité pour sa propre survie sur fond de souffrance des proches, d'amis qui restent dans la guerre. Pour surmonter ces difficultés, le psychisme humain comprend des mécanismes de protection, de défense, déni de réalité. Donc, les personnes qui prennent la décision de rester sous les bombardements et pas émigrer ont des mécanismes de défense bien développés. Et ces mécanismes sont déni de réalité. Ils sont dans le déni de réalité. Ils régressent vers des comportements infantiles. Ils projettent des émotions négatives sur autrui. Et la peur de commencer une nouvelle vie après l'immigration est tout à fait compréhensible et plus puissant que le désir d'une nouvelle vie. Donc la peur de commencer une nouvelle vie est beaucoup plus puissant que le désir de commencer une nouvelle vie à l'abri. ანუ აგრეთვე შფოთვა იმის რომ არ მიგიღონ ამ ახალ მიწაზე ან არ იყო მიღებული არ კონდეს არავითარი აღიარება და აგრეთვე ბრალის გრძნობა რომელსაც შეიძლება განიცდიდნენ იმიგრირებული სუბიექტები მათ წინაშე ვინც დარჩნენ ომში და ვინც დარჩნენ ქვეყანაში რომელიც ომშია და აქ უკვე ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანებთან ვინც კატეგორიულად ამბობს უარს დატოვოს ძალიან საშიში ადგილი თავისი სახლი და კარი ჩვენ ვხედავთ მათთან მასიურ დაცვის მექანიზმს როგორც არის რეალობის უარყოფა ისინი იმყოფებიან რეალობის უარყოფაში რათა შესაძლებელი იყოს იმ ადგილას დარჩენა და გარკვეული თვალსაზრისით ეს რეალობის უარყოფა იწვევს რეგრესიულ პროცესებს პროექციას და ისინი განიცდიან უფრო ძლიერ შიშს დატოვონ საკუთარი სახლ-კარი ვიდრე სურვილს დაიწყონ ახალი ცხოვრება სხვაგან. Mais il existe d'autres raisons plus profondes. Pour de nombreuses personnes de la génération plus âgée, la guerre n'est pas la première épreuve dans leur vie. Ils ont survécu à la famine, à la répression et la perte d'êtres chers. Et même si la douleur causée par ces blessures n'est pas complètement guérie, ils ont appris à vivre avec. Rester dans leur maison détruite, c'est la preuve d'un esprit indotable, d'un esprit fort qui les a aidés à survivre avant dans les conditions les plus difficiles et qui continue à les aider à survivre. Donc, ils sont habitués à ce genre d'épreuve à la frontière de ce sentiment de survie à la frontière entre la vie et la mort. და კიდევ არის უფრო ღრმა მიზეზი ამ ძველ თაობასთან სწორედ რომელიც არ ტოვებს თავის სახლ-კარს ის რომ სხვა რეზონი ასე ვთქვათ ფსიქიკური რომ ეს არის თაობა რომელსაც აგრეთვე შეიძლება კონდეს გამოცდილება ომის შიმშილის რეპრესიების და დანაკარგის თითქოს მათ უკვე ისწავლეს ამასთან ცხოვრება და თითქოს მათ შეუძლიათ ამისატანა ვინაიდან გამოცდილებაში არის ეს. ამიტომ მზად არიან დარჩნენ ნებისმიერი რისკის მიუხედავად. Il y a peut-être un élément de rébellion contre l'inévitable.
dans leur refus de s'évacuer. C'est une sorte de défi lancé au destin. Je n'abandonnerai pas. Je vivrai ici, quoi qu'il arrive. Il s'agit d'une manifestation du même désir de vivre qui a forcé nos ancêtres à se battre pour chaque parcelle de notre terre pendant la Deuxième et Première Guerre mondiale. Donc, la décision de vivre sous les bombardements, c'est aussi manifestation de désir de vivre. მეორე მხრივ კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ აა გადაწყვეტილება დარჩება და რაღაც ნაწილში შეიძლება იყოს სიცოცხლის სურვილის და სიცოცხლის უტოვლობის გამოხატულება, რომ მე ბედი, ასე ვთქვათ, ცხოვრება რა ქვია მასე défi, j'ai oublié le mot défi, j'ai challenge, c'est ცხოვრება მე მესვრის გამოწვევას და მე ამ გამოწვევას უნდა უპასუხო და აუმხედრდე იმის მაგერად რომ გავიქცე და აქაც ჩანს ზოგიერთთან სიცოცხლის სურვილი. Cela ne veut pas dire que leurs choix sont bons ou mauvais, il s'agit simplement de leur choix, fait en tenant compte, tout en tenant compte de leur propre expérience de vie. Donc le choix qui était fait sur la base de leur expérience précédente et sur la base de leurs valeurs personnelles. Et ce choix mérite respect et compréhension. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს მათი გადაწყვეტილება როგორც ცუდი ან კარგი, არამედ ეს იმსახურებს გაგებას და ამავე დროს პატივისცემას მათი გადაწყვეტილება. რეალურად აქ საუბარია იმაზე, რომ სიცოცხლისთვის საშიშია ფაქტურად სიკვდილის ტოლფასი იქ დაჭრა. C'est la fin de troisième vignette. J'ai encore une quatrième vignette, mais tenant compte que j'ai uniquement 35 minutes maintenant, je préfère de dialoguer avec vous que de lire la... Il s'agit de quelle position? Ça s'agit de torture. Il s'appelle Quoi faire après les tortures. Difficile. On peut prendre 2-3 minutes, 2-3 minutes pour je peux le lire? Faut s'y achever quand même, oui. Ok, d'accord, bien. Ok. Mekita, c'est le prénom de mon patient, 34 ans, avait été amené par sa jeune sœur chez moi. Je suis un sniper, a-t-il commencé. J'ai défendu la ville dès le premier jour de la guerre. Nous avons été capturés et torturés simplement parce que nous sommes ukrainiens. J'ai passé 4 mois en captivité avec mes frères d'armes, mes voisins et mes amis que je connais tous par leur prénom. Les adolescents... Il a vécu avec ses frères d'armes et aussi ses voisins et ses amis. C'est-à-dire, tout était tombé dans le... base de la maison, c'était son édifice résidentiel. Ils ont passé 4 mois dans le fond d'édifices sans fenêtre où ils étaient torturés uniquement parce qu'ils ne voulaient pas renoncer à leur identité ukrainienne. Mais lui, il travaillait à ce moment-là, il exerçait comme sniper. Oui, oui, c'est son travail, il est professionnel, militaire professionnel. Oui. ანუ საქმე მეოთხე შემთხვევა საქმე ეხება ჩემს პაციენტს ნიკიტას 34 წლის, რომელიც ჩემთან მოიყვანა ახალგაზრდა დამ და ამ კაცმა მე მითხრა რომ მე ვარ სნაიპერი, მე ომის დაწყების პირველივე დღიდანვე ვიცავდი ქალაქს და ამის შემდეგ მოხვდით ტყვეობაში
და დიდი ესე იგი корпуსის სარდაფში 4 თვის განმავლობაში მომიწია ყოფნა მეზობლებთან, სხვა უკრაინელებთან ერთად, რომლებსაც აწამებდნენ და ვიყავით წამების მსხვერპლი. Nous avons caché aux filles adolescentes dans les caves pour les protéger contre les violeurs russes. Dans le sous-sol de ma maison, il me raconte, dans le sous-sol de ma maison, il torturait des gens. Et quand il parlait de ça, sa voix était à la fois excitée et agressive. C'est-à-dire, ils ont caché une fille de 14 ans au sous-sol. Beaucoup de filles. Beaucoup de... Non, non, c'est lui, il voulait protéger les filles de sa ville. Il a rassemblé toutes les filles dans le sous-sol, dans un bâtiment caché, Oui, et protéger contre les violeurs russes oui, qui voulaient les violer. oui. Mais lui-même, il dit que dans le sous-sol de ma maison, Oui. il y avait les tortures. Oui, il était torturé avec les voisins et les autres gens. Ouais. Mhm. Oui, lui était torturé, mais quand même, il a réussi à protéger les filles Mhm. contre torture et violation. ანუ ჩვენ ამბობს ის, როდესაც დავკარგეთ ქალაქი, ალბათ საუბარია პატარა ქალაქზე, გოგონები, მოზარდი გოგონები, ვინც იყვნენ, ყველანი ჩავკეტეთ ქვემოთ ღრმა სარდაფში, იმისთვის რომ ისინი დაგვეცვა გაუპატიურებისა და ძალადობისგან, ხოლო ჩვენ აღმოჩნდით ამ ძალადობის მსხვერპლი, ესე იგი დეტალები ვერ გავიგე სწორად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხო, ჩემი სახლის სარდაფში ვამბობს ეს ადამიანი, ჩემი სახლის სარდაფში. Il a repoussé sa chaise aussi loin que possible de la table où j'étais assise. Une distance à 2 mètres s'est créée entre nous. Donc, avant, quand il est entré dans le bureau, il s'est assis sur la chaise qui était, qui était proche à moi, comme tous les patients le faisaient. Mes patients s'assisent assez proche à moi. Mais lui, il a pris cette chaise, il l'a poussée au coin plus loin du bureau. Il me dit, c'est plus confortable pour moi. Il m'a dit ça en touchant l'intérieur du siège. Donc, il a mis sa main sous le siège. Donc, lui, il est ici, là, il commence à toucher le fond de და la chaise. ხო, როცა ეს მითხრა ამ ბიჭმა გაუპატიურებას და ამ ყველაფერზე, მან აგრესიულად დაიწყო ლაპარაკი და რაღაც აგზნებულად და თავისი სკამი, რომელიც ჩემს მაგიდასთან იყო ახლოს, რომლის მეორე მხარესაც ვიჯექიმე, თავისი სკამი ძალიან ენერგიულად გასწია უკან და სადღაც 2 მეტრით უკან გაიწია და ხელები ამოდო სკამის ქვეშ, აი სკამის ქვეშ რომ მოუკვიდო ხელი, ხო? და თქვა რომ ესე უფრო კომფორტულად ვზნობ თავს. Bon, c'est plus confortable pour moi. Je vous vois mieux comme ça. Et je n'aime pas être trop près. La distance, c'est ce qu'il m'a dit. La distance qui s'était créée entre nous m'a permis de ressentir l'état de danger dans lequel il s'est trouvé toujours. Donc, cette distance m'a permis de ressentir ce sentiment de peur dans lequel il se trouve tout le temps. Je lui ai dit qu'en étant dans un environnement sûr, il ressentait néanmoins du danger. Donc, je lui ai dit qu'il se trouve maintenant dans un bureau, dans un espace sûr, mais quand même, il continue de ressentir le danger. და მან თქვა რომ ეს უფრო კომფორტულად მაგზნობინებს თავს და ასე უკეთ და იან ამბობს რომ
როცა მან ეს დისტანცია დაიჭირა, მე ვიგრძენი თუ თუ რამდენად ძლიერი იყო საფრთხის შეგრძნება, რომელსაც ის განიცდიდა. და მან თქვა, რომ რაც არ უნდა სიტუაციაში ვიყო, მაინც გრძნობს ხიფათს. მაინც მაქვს საფრთხის შეგრძნება, რაც არ უნდა დაცულ გარემოში ვიყო. Il me dit, un espace trop sûr fait encore plus peur. და მე როცა უთხრე, რომ აქ დაცული გარემოა და აქ არაფერი გემუქრებათ, მან მითხრა, დაცული გარემო უფრო მაშინებს, უფრო მეტად მაშინებს, უფრო დიცის უფლის. Et il continue, mais c'est pas vous qui êtes dangereuse, c'est plutôt ce calme, votre calme, comme le calme avant une tempête. Il m'a dit ça comme s'il avait lu mes pensées, parce que je pensais peut-être c'est moi qui provoque cette sensation de danger, c'est à cause de moi qu'il a voulu mettre la chaise si loin. Et sans, je sais pas, peut-être il a lu cette question dans l'air, mais il m'a répondu, c'est pas vous qui êtes dangereux, c'est cette calme qu'il y a dans cet espace, c'est une calme avant une tempête. და მე ვიფიქრე, ჩემი ხომ არ ეშინია და ამიტომ ხომ არ ვიღებს დისტანციას ჩემგან და თითქოს მე არ გამიჟღერებია ეს ეჭვი, მაგრამ თითქოს მან ეს გაიგო და მითხრა, მე თქვენი კი არ მეშინია, არამედ მაშინებს ის სიმშვიდე, რომელსაც თქვენ ასხივებთ და გარემო, ეს მშვიდი გარემო, იმიტომ რომ როცა არაფერი ხდება და ესეთი სიჩუმეა და სიმშვიდე, კალმ, მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რაღაც საშინელება დაიწყოს. ესე იგი, და მან თქვა სიტყვა ტამპეტ. ტამპეტ არის წარღვნა, ქარბუქი, აი, როდესაც ჩახუთული გარემოა ზაფხულის და უცბად ამოვარდება. J'attends le pire, il a continué. Et après, il me dit, ma femme m'a quitté. Il ne m'a pas attendu. Il ne m'attendait pas après la guerre. En réalité, elle ne m'aimait pas vraiment. Ses mains qui tremblaient déjà se sont mises à trembler encore plus fort. Pardon? Oui. Ses mains? Ses mains tremblaient dès qu'ils entraient dans le bureau, mais Ses mains, c'est quoi? Les mains. Ah, les mains, ses mains. Les mains ont commencé à trembler encore plus fort. Oui, et il dit que c'est sa femme qui l'a quitté, elle n'a pas attendu. Oui, la femme a refusé de l'attendre après la guerre. Elle est allée avec... bon, voilà, elle a quitté la maison. Oui, elle l'a quitté. და ეს კაცი ამბობს, მე უარესს ველოდები სულ, რომ რაღაც ცუდი მოხდება და თქვა, რომ ცოლმა მიმატოვა, არ დამელოდა, არ დაელოდა, რომ მიდან დაუბრუნებულიყავი და რო დაბრუნდი, ცოლი აღარ დამხვდა. და ისე ეს როცა შემოვიდა, ხელები უკანკალებდა და ამაზე რო დაიწყო ლაპარაკი, უარესად აუკანკალდა ხელები. J'ai attiré son attention sur le fait du tremblement de ses mains. Il me répond, c'est après les tortures. Avant, tout mon corps tremblait. Maintenant, ce sont uniquement les mains. Et il me raconte son histoire de ces tortures. Il me dit, nous étions 40 personnes entassées sur le sol froid, dans le sous-sol des maisons. Il nous appelait un par un. Il nous appelait dans une chambre. Il nous invitait dans une chambre de torture où on nous fouettait jusqu'à ce que nous perdions connaissance ou que nous régnions notre ukrainité. Je ne sais pas si vous comprenez. Oui, ok. Plusieurs soldats étaient tués comme ça dans la guerre en Ossétie du Sud et en Abkhazie aussi.
quand on demandait de refuser ou par exemple ou cracher Mm, sur le drapeau par exemple ou accomplir quelques gestes symboliques qui effacent c'est mm. la pratique désastreuse. ანუ და მე მის ხელების კანკალზე გავამახვილე ყურადღება უთხარი რომ ის ცხელავდა და მან მითხრა რომ ადრე რაც მე გამოვიარე მაშინ მთელი სხეული თუ კანკალებდი და ეხლა მხოლოდ ხელები მიკანკალებს და ამიტომ რაღაცნაირად მადლიერი ვარ რომ მარტო ეს არის იმიტომ რომ აი ამ წამებას აღწერდა ის რომ ეს 40 ადამიანი ვიყავით სარდაფში ცივ ასე იგი იატაკზე და გამსხდრები ბეტონზე და სათითაოდ გვიძახებდნენ ოთახში, წამების ოთახში და გვამათრახებდნენ გონების დაკარგვამდე და ამას აკეთებდნენ, იმიტომ რომ ითხოვდნენ ჩვენგან რომ უარ გვეყო ჩვენი უკრაინელობა, ესე იგი მაგალითად შეურაცხყოფა მიგვეყენებინა დროშისთვის და ამ შემდეგ და ამ შემდეგ, როგორც ხდება მაგალითად სამწუხაროდ შემთხვევაში იყო და Mais personne n'a pas régné. Nous avons résisté encore plus fort. Mon cœur a cessé de trembler, je pense seulement quand je suis tombée inconscient dans une mare de mon propre sang. და არავის არ უარუყია ეს უკრაინულობა, რომ ჩვენ რო ერთად ვიყავით ამან გვიშველა და მე მახსოვს რომ კანკალი შევწყვიტე, როდესაც ნელ-ნელა ვკარგავდი ცნობიერებას და ფაქტიურად ჩემივე სისხლში ჩავარდი. Maintenant, mon cœur ne m'obéit presque plus. Je suis devenue désorientée. Je ne sais pas où aller, quoi faire. J'ai l'impression qu'ils m'ont arraché ma volonté, mais ils ne l'ont... il me dit, j'ai l'impression qu'ils voulaient m'arracher ma volonté de vivre, d'être ukrainien, mais ils ne sont pas réussis. Ils ont uniquement... je le dis comme ça, ils voulaient détruire ma volonté à vivre, mais ils ne sont pas réussis. Ils ont uniquement arraché, ils ont fait la blessure sur ma volonté de vie, mais n'a pas détruit. ანუ და მას შემდეგ მე სხეული აღარ მემორჩილება, დეზორიენტირებული ვარ, არც ვიცი რა ვქნა საწავიდე და თითქოს წამართვეს ნება, უნდათ რომ დაენგრიათ, გაენადგურებინათ ჩემი, ესე იგი, სიცოცხლის სურვილი, უკრაინელად ყოფნის სურვილი, თითქოს ისინი ამ უფლებას მართმევდნენ. მნიშვნელოვნად მათ ვერ წამართვეს, მე ეს ყველაფერი დამრჩა, ცოცხალი ვარ, უკრაინელი ვარ, მაგრამ დიდი ჭრილობა მიახენეს ჩემს იდენტობას და ჩემს პიროვნებას თლიანად. Pourquoi je vis, je ne comprends pas. Je survécu avec la seule pensée que ma femme m'attendait, mais il s'avère que je ne lui pas important. Elle n'a plus besoin de moi. Et qui a besoin de moi battu et désespéré. Donc il dit, qui aurait besoin de moi comme ça, battu, tout battu, torturé et désespéré. და ახლა ისთვის უნდა ვიცხოვრო მე, ერთი ის მაფიქრებდა რომ მომიდან დავბრუნდებოდი და ამ ჯოჯოხეთიდან და ჩემ ცოლს მაინც ვნახავდი, მანაც მიმატოვა, მე მას აღარ ვჭირდები და საერთოდ ვის ვჭირდი, ვის შეიძლება ვჭირდებოდე, გალახული, ანუ ნაცემი და ასეთი სასწრაფოთილი. Je demandais s'il avait contacté les autorités pour signaler le fait de torture. Il a répondu que non et qu'il n'y avait pas pensé. Dans tel cas, notre organisation a un protocole d'action défini selon lequel nous devons aider la victime de torture. Je lui ai proposé de l'aider en cela. Il a accepté. Le soutien socio-légal de notre équipe était assuré par un manager il s'appelle social work, le travailleur social, disons. Assistant social. Oui, assistant social.
qui était en charge de formaliser son témoignage de torture en tant que témoin de torture et en tant que victime de torture. Et en même temps, mon travail avec lui était basé sur le soutien psycho-émotionnel. Donc, il travaillait avec assistant social, il continuait le travail avec moi, mais ce n'était pas un travail psychanalytique en profondeur, c'était plutôt un soutien psycho-affectif. და მეუთხარი რომ თუ დაუკავშირდით შესაბამის ასე ვთქვათ ინსტანციებს იმის რაც მას შემდეგ რაც დაბრუნდით მოგეყოლათ ამის შესახებ მან თქვა არა არავინ არ მინახავს და აქედან გამომდინარე მეუთხარი მას რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს პროტოკოლით არის გაწერილი რომ ლეგალურად აღმოუჩინონ დახმარება წამების მსხვერპლთ ამ წამების დოკუმენტირებაში და ფორმალიზებაში რაშიც ჩაერთო სოციალური მუშაკი, რომ ეს მონათხრობი დაედასტურებინა და აღეწერა, ხოლო მე მუშაობდი მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ეს არის ხო ფსიქოანალიტიკური სამუშაო, ცხადია, მაგრამ ეს მხარდაჭერის სამუშაო. Il parlait rarement sur le sujet des tortures. Il disait qu'il se sentait déjà bien du fait qu'il y avait un endroit où venir et parler, et qu'il se sentait soutenu ici. Si le sujet de ce qu'il avait vécu était quand même abordé, Mikita serrait les dents, couvrait ses yeux avec ses mains et se balançait d'avant et en arrière. Là, vous avez ou quoi? Oui. Est-ce que vous pouvez répondre les deux, trois dernières phrases? Oui, bon, si le sujet de ce qu'il avait vécu était quand même abordé, Mikita, c'est le prénom de mon patient. Mikita, c'est le prénom, oui. Quand il parlait de torture, il commençait à serrer les dents, couvrait ses yeux avec les mains, donc comme ça, et se balancer d'avant en arrière sur la chaise, comme ça. Comme s'il ne se permettait pas de revivre cette douleur. Donc, il s'est protégé de ces souvenirs. მან თქვა რომ უკვე კარგად გრძნობდა თუნდაც იმით თავს რომ მას შეეძლო არსებობდა ადგილი სადაც ყოველდღე შეეძლო მოსულიყო და ელაპარაკა თავის მძიმე გამოცდილებაზე და როდესაც განსაკუთრებით ხშირად არ ლაპარაკობდა ამ წამებაზე, მაგრამ თუ კი შეეხებოდა წამების საკითხს და მოგონებებს, მძიმე მოგონებებს ამასთან დაკავშირებით კბილებზე აჭერდა, თითქოს რაღაცნაირად კრიჭა ეკვრებოდა, თვალებს ფართოდ ახელდა და იწყებდა სკამზე ქანაობას. თითქოს ის თავს იცავდა ამით, ცხეულებრივი ჟესტებით განცდისაგან იმის, რაც ჰქონდა ადგილი მის ცხოვრებაში წამების დროს. Voyant qu'il avait du mal à en parler, je lui ai proposé d'écrire. Il a accepté avec enthousiasme et a écrit de nombreuses lettres en ma présence. Nous avons communiqué par lettres pendant 5 mois. Donc, il venait dans le bureau, il commençait à écrire les lettres dans ma présence. Mais il écrivait ces lettres avec la condition qu'il ne me les laisse pas lire. J'ai remarqué qu'après chaque séance, il devenait moins tendu. Et je pense que Mais il écrivait des lettres, mais vous ne les lisez pas. C'était la condition de notre travail. Il ne voulait pas me donner les lettres, il écrivait, mais voulait écrire ces lettres dans ma présence parce qu'il se sentait accepté, en sécurité, c'était son endroit. Il y avait le correspondant, est-ce qu'il y avait l'autre qui supposait à qui il écrivait ou juste il écrivait des lettres comme ça? Je ne pouvais pas demander des questions. Il écrivait les lettres, parfois il les tirait, mais toujours apportait avec soi-même. Je ne savais pas. C'était la condition. C'est comme ça il a accepté de continuer la thérapie.
Mais j'ai remarqué que après qu'il a écrit une lettre, il devenait moins tendu. Et je pense que mon non-intervention lui permettait de revenir à mon bureau chaque fois parce que la première fois, il même m'a dit que c'est inutile de travailler, il veut pas. Et je lui dis, OK, vous voulez pas parler, mais peut-être vous allez écrire. Euh, oui, il m'a dit, OK, mais à condition que vous ne le lisez pas. Je veux que personne lise ce qu'il m'est arrivé. Je veux le garder. Je veux que personne sache. Voilà. ანუ თავიდან რომ მოვიდა სკეპტიკურად იყო განწყობილი რომ რაში უნდა დამეხმაროს ეს მუშაობაო და მე გაჩნდა ესეთი იდეა რომ მეუთხარი მას რომ შეგიძლია დაწერო და მან თქვა რომ მე დავთანხმდები ამას და ფაქტობრივად კვირაში რამოდენიმეჯერ მოდიოდა ჩემს კაბინეტში ინსტიტუციის ფარგლებში და წერდა წერილებს და ამ წერილებს წერდა ის იმ თავის გამოცდილებაზე და წამებაზე რომელზეც ლაპარაკი არ შეეძლო და ამბობდა რომ მე იმ შემთხვევაში დავწერ ამ წერილებს თუკი თქვენ არ წაიკითხავთ ამას და არავინ არ წაიკითხავს. უბრალოდ მე მოვალ და თქვენი ფიზიკური ყოფნის პირობებში დავწერ. და თვეების განმავლობაში წერდა წერილებს. მოდიოდა ჩემთან წერდა წერილებს და მიდიოდა და მიქონდა ეს წერილები თან. Parfois, à la fin de la séance, il avait envie de parler de quelque chose. Parfois, non. Il finissait la lettre et on se mettait d'accord sur la prochaine séance. Et il était allé. Et à la fin de chaque séance, il me remerciait. Et lors de notre dernière séance, il a partagé ses réflexions sur ce qui se passait ici pendant 5 mois. Il m'a dit que je pensais beaucoup à ce qui se passait ici. Et il m'a dit qu'il a commencé, grâce à ces rituels, il a commencé que nouvelles idées, nouvelles perspectives sur la vie est devenue plus accessible à lui maintenant. Et il avait une idée de créer un start-up, donc un business simple, start-up, pour la vente de pièces automobiles. სეანსების ბოლოს როცა აი ამ წერას მორჩებოდა ხანდახან მეტყოდა ხოლმე რაღაცას მომიყვებოდა გამიზიარებდა ემოციებს ხანდახან არა უბრალოდ დაასრულდა წერას და მიდიოდა და ბოლოს 5 თვის თავზე ბოლოს სეანსზე მან მითხრა რომ სურდა გაეზიარებინა ემოციები და გამოცდილება რომელიც მას ჰქონდა ჩემთან და მითხრა რომ აი ამ წერით და აი ასეთი ფორმით თერაპიის მან ახალი იდეებზე დაიწყო ფიქრი პერსპექტივაზე თავის ცხოვრებაში და თქვა რომ გადაწყვიტა რომ დაიწყოს მცირე ბიზნესი, სტარტაპი და დაიწყოს ბიზნესი ავტომობილების ნაწილებზე. და საერთოდ გაჩნდა მომავლის იდეა, რომ მის თავში ის ხო ბოლო სესიაზე მისი ეს თქვა გაზიარება. Et pour la première fois, j'ai vu dans cet enthousiasme le feu dans ses yeux quand il a commencé à parler sur ses projets et ce qu'il peut recommencer, essayer de recommencer la vie. Il m'a dit que la chose qu'il a apprécié beaucoup, que je n'essayais pas à intervenir dans son espace, que je laissais les choses aller comme ils sont et j'ai accepté une grande partie de lui, de son histoire. Et dans ce silence qui durait pendant 40 minutes durant chaque séance, il juste écrivait les lettres, c'était aussi le moyen de se communiquer. Même sans parler, il y avait beaucoup de choses qui se passaient. Et dernière chose que je voulais remarquer, que quand je travaillais avec les personnes qui ont subi des tortures,
pour eux, c'était très difficile d'accepter cet espace sûr, stable, de la paix. C'était très difficile de se sentir immédiatement à l'aise. Et parfois, cette permission de, de silence, de, de quoi qu'il arrive dans le bureau, leur permettait de s'adapter à cet endroit sécurisé. Donc, parfois on dit il faut donner aux patients cet espace sûr. Oui, mais pour les personnes qui ont Oui, subi oui, torture, c'est plus dangereux qu'on peut imaginer. Voilà. oui, 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 c'est génial cette découverte clinique, très clinique d'ailleurs, et paradoxale, qui Mhm. contredit à toutes les clichés que, bien sûr, les patients ont besoin de l'espace calme, mais c'est vraiment la découverte clinique qui mériterait encore une fois d'être l'objet de la réflexion. Ah non. ამ მამაკაცის თვალებში ესე იგი პირველად გაჩნდა რაღაც ნაპერწკალი ცხოვრების სურვილი, ცხოვრების დაწყობის სურვილი და ამ ყველაფერთან ერთად მან მომიხადა მადლობა და მადლიერება გამოხატა პირდაპირ რომ თქვენ არ ერეოდით და აქტიურად არ იჭრებოდით ჩემს პირად სივრცეში და ნებას მაძლევდით რომ ყოფილიყავი ჩემთვის და მეკეთებინა ის რაც მსურდა რომ მეკეთებინა სეანსებზე ფაქტიურად საქმე ეხება 40 წუთიან სეანსებს სრულ სიჩუმეში როდესაც ის მხოლოდ წერდა და შეიძლება ითქვას რომ ეს იყო ერთადერთი ფორმა კომუნიკაციის და არაკომუნიკაციის ალბათ ამ დროს რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა და როცა ვამბობთ რომ პაციენტებს უნდა შევთავაზოთ მშვიდი გარემო რა თქმა უნდა სეანსის დროს უნდა იყოს დაცული გარემო სადაც იქნება სადაც სუბიექტს დაეუფლა დაცულობისა და სტაბილურობის შეგრძნება ნამდვილად ვერ ვიტყვით ამას ხშირად ამდენად ტრამვირებულ პაციენტებზე რატომ? იმიტომ რომ ეს უფლება იყოს ჩუმად, იყოს მოდუნებული, იყოს შვიდ სტაბილურ გარემოში ხშირად და ეს შეთავაზება, ასე ვთქვათ, მათში უფრო ძლიერ შფოთვას, უფრო ძლიერ შინაგან დესტაბილიზაციას იწვევს და მეც აქვე გავაკეთე კომენტარი, რომ მართლაც ძალიან საინტერესო კლინიკური აღმოჩენა არის ტრამვირებულ პაციენტებთან მათი ერთგვარი აუტანლობა მშვიდი გარემოსი, რომელიც მათ უფრო მეტად ემუქრებათ. Voilà, c'est la fin de ce que je préparais et si vous voulez, on peut avoir du temps pour la discussion, mais je suis dans l'attente d'appel de mon patient parce que j'ai dû de Oui, rapporter, oui, parce que oui, j'avais effectivement. rendez-vous avec lui à le 4 de l'heure Rome. Oui, Mais comme tu pensais. oui, bah ça, ce que je peux proposer, je peux m'arrêter de que je reçois l'appel et Ok. jusqu'à ce temps-là, on peut parler. Oui, Est-ce que ça va? oui, 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 Oui? oui, oui. OK. ანუ მე პაციენტის ზარსველოდები ონლაინ სეანსი მაქვსო და როგორც კი დამირეკავს პაციენტი დაგემშვიდობებით და მანამდე შეგვიძლია რომ კონდეს დისკუსია ლაპარაკი, კითხვები. Yana, j'ai une question, peut-être je pose cette question et peut-être traduire après. Oui, c'est vraiment ce qu'on a parlé aussi à notre dernière rencontre ou avant-dernier avec le groupe ukrainien, cette question de l'identité, de la maison, de cet attachement, racine, etc. Ça, c'est évident que les gens, ils ne veulent pas quitter ces endroits parce que ça signifie pour eux une sorte d'amputation ou d'arrachement de la partie de sa propre identité, etc. Mais j'ai comment dire, la doute que ça peut être aussi pas pour tout le monde peut-être, mais pour la position extrêmement et mélancolique et suicidaire et masochiste. Et si vous voulez, ce sont les gens qui peut-être étaient toujours dans le discours de la guerre. Ce qui Mhm. m'intéresse, c'est que est-ce que c'était les gens plutôt pro-russes?
si c'est possible, même imaginer. Plutôt ceux qui, par exemple, étaient branchés sur les télévisions russes, sur l'idéalisation de la guerre, sur les cinémas de la guerre, etc., en s'identifiant avec le victime. Les gens, par exemple, qui baladent pour aller ramasser les champignons, je voyais ça en Ukraine et en Russie seulement. En Géorgie, il n'y a pas ce phénomène. Les gens, ils portent, par exemple, le sac à dos d'armée ou, par exemple, en temps de paix, ou le pantalon et les tenues d'un soldat. Giga, je m'excuse, j'ai un Voilà. appel, mais je vais répondre à votre question. C'est intéressant que vous avez remarqué cette Il y a peut-être. position de Voilà, victime. voilà, c'est advenu, cette guerre. Elle est là, déjà. Qu'on Mhm. attendait, parce que Deuxième Guerre mondiale, Deuxième Guerre mondiale, Deuxième Guerre, les gens étaient identifiés à. C'est devenu partie d'identité et de la victime surtout parce que le Oui, discours oui, de ces gens, c'est le discours de la victime que je suis en souffrance déjà et la guerre n'ajoute ni plus ni moins. Mais oui. Giga, je m'excuse, j'ai ma Peut-être. patient qui Oui, c'est m'appelle. vrai. On peut, on peut organiser peut-être notre discussion la prochaine fois. Pourquoi Mais pas? si vous avez des questions, vous pouvez m'écrire et j'ai avec grand plaisir, je vais trouver Déjà, le tu mot nous de as laissé répondre. suffisamment de matériel pour continuer la discussion sans toi, hélas, Oui, mais bon. merci beaucoup et bonne soirée à vous. Merci Merci beaucoup. beaucoup, À merci. vous Merci. aussi, au revoir, au revoir, bonne Au soirée. revoir. ბარემ გადავთარნე ჩემ ეს კითხვას. ხალ ეს ხო გადათარგმნეს და მე ანუ ნუ ჩვენ ადრე გქონდა შეხვედრა იანასთან, როცა ლაპარაკობდით დევნილობის საკითხზე და ტრადიციულ საზოგადოებებში, სადაც სოფლებში განსაკუთრებით რატო ვერტოვებს ხალხი თავის მიწა-წყალს, იმიტომ რომ დაკავშირებულია წინაპრებთან, საფლავებთან, სოციალურ კავშირთან, ფაქტიურად ეს არის დასასრული მათი ცხოვრების და სრულიად გასაგებია ეს ჩემთვის და ყველას ვინც მუშაობს დევნილებთან ეს თემა, მაგრამ არის კიდე რაღაცა, რაც შეიძლება იყოს წმინდად რუსული და წმინდად უკრაინული ფენომენი, იმიტომ რომ ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინც იცნობს ამ ხალხს ახლოს, მათ გარკვეულ ნაწილთან მოსახლეობის განაპირა რეგიონებში და რუსეთში მით უმეტეს და უკრაინის განაპირა რეგიონებში ყოველთვის იყო ომის იდეალიზაცია, მეორე მსოფლიო ომის და ომის დისკურსი ზოგადად. აი ეს მაგალითი რაც უთხარი იანას, რომ შეიძლება ნახო ადამიანი, რომელიც სოკოების საკრეფად არის გასული და აცვია სამხედრო ფორმა მშვიდობიანობის პერიოდში, ან აქ სამხედრო ზურგჩანთა და ღრმად მელანქოლიზირებული, ხშირად ალკოჰოლზე დამოკიდებული კომპონენტით. და აი ეს ნაწილი მოსახლეობის სხვათა შორის არ ტოვებს ადვილად იმ ადგილს, სადაც მიდის ეს უბედურება. რაღაცნაირად ეს არის მათთვის ამ ღრმა მელანქოლიაში სუიციდური შანსი, აი ამ მეორე მსოფლიო ომის ბაზაზე იდეალიზირებული ომის სუბიექტთან იდენტიფიკაციის, რომ აი ეს არის მომენტი, როცა შეიძლება მოკვდეს და დაასრულოს წარსულის ნოსტალგია ამით, იმიტომ რომ ჩვენთან ამდენად ეს არ არის, ჩვენ არ გვყავს 60-90 წლის აი ამ აბუებისა და ბებიების თაობაში ადამიანები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ ომზე. და რუსეთში, უკრაინაში არის ხალხი, რომლებიც სულ ლაპარაკობენ ომზე, სულ გამუდმებით. და შესაძლოა ის იყოს მათი მომენტი, რომ თითქოს როგორც არ ვიცი, როგორც მაგალითად გეოლოგებისთვის ვულკანის ამოფრქვევა არის რაღაცა მომენტი, როცა ეს როგორც იქნა დადგა. თუმცა ვიღაცის ან სეისმოლოგისთვის მიწისძვრა, ხო? რაღაც მსგავსი პოზიცია არის იქ. პოზიცია, რომელიც ქართველ მამაკაცებთან და ქალებთან იშვიათად შეინიშნება, ეს არის რუსი და უშიათ უკრაინელების პოზიცია იდენტიფიკაცია მელანქოლიურ ობიექტთან და სრული ფანატიზმი არის ეს მომენტი. მე ვიცნობ ბევრს ასეთ ადამიანს. ამის გარდა, ესეთი ადამიანების გარდა, რომლებიც ახდენენ რომანტიზირებას,
ხომ შეიძლება ეს უბრალო ადამიანი იყოს, რომელიც ასეთ რომანტიზირებას ომზე არ ახდენს, მაგრამ ზუსტად ის მდგომარეობა და ომი მოდის შეხებაში, ანუ მისი შინაგანი მდგომარეობა რეალიზებული არის გარეთ. და რეალურად რაღაცა ესეთი არაცნობიერი სუიციდის და დესტრუქციის მოხოვნილება არის რეალიზებული, მაგრამ ამ დროს თან, ეხლა რაც მაგალითი მოიყვანა, ეს ხო ამავე დროს ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას გულისხმობს, მაგალითად, როდესაც შვილებს ეხებათ საქმე, რომ შენთან ერთად ტოვებ შვილებს. ისიც რა კი ხო რა თქმა უნდა ერთი საკითხია რატო არ ტოვებს ეს ხალხი თავის მიწა-წყალს ეს ძალიან დიდხანს ვიგვლიეთ ჩვენ აი ოლივიე დუვილი არის კიდევ ელის პესტრი ესეთი ქალი იმასთან ერთად ნუ რაც ხდება აქ ეს არის იდენტობის საკითხი იდენტობის რყევის საკითხი დატოვოთ ადგილი სადაც სამი თაობა ცხოვრობდა თქვენ და ასე შემდეგ ეს არის რთულია მაგრამ აი ეს მეორე რასაც ჩვენ ახლა ამოხილებთ რაც თქვენ ახსენეთ აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ზუსტად მელანქოლიზირებული სუბიექტის და მელანქოლიზირებული საზოგადოების როგორც მაგალითად გლოვაში და მელანქოლიაში ლარს ფონ ტრიერის ყველაზე ეშინია ვისანაც სიცოცხლის ლტოვა მუშაობს ყველაზე ეშინია ამ მომენტის ყველა თავი გადაირჩინოს თავი მოიტყუოს და ასე შემდეგ თვითონ გმირი არა და რაც შეეხება პასუხისმგებლობას კი რა თქმა უნდა მაგრამ ახალგაზრდები მაგალითად მიდიან იმ სახლებიდან ხო მშობლები შვილები მიდიან მრჩებიან ბებიები და ბაბუები ან შუახნის მამაკაცები და როგორც ესე ახალგაზრდები გარბიან ცხადია. მე მაგალითად ბევრისგან მაქვს გაგონილი ახალგაზრდა ქართველი კაცისგან, რომ 2008 წელს ომში უნდოდა სწასვლა, იმიტომ რომ უნდოდათ რომ მომკვდარიდნენ. ანუ უნდოდათ რომ ანუ მათი შინაგანი მდგომარეობა, კი, რა თქმა უნდა, ომში წასვლა ძალიან დიდი რაღაცა დადებითიც არის ბრძოლა სამშობლოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ აქაც ხო ბევრისგან პირადად გამიგია, რომ იმიტომ წავიდნენ, რომ რაღაცა მომხდარიყო საფრთხე მათ თავს. საერთოდ აი მსგავსი რამ ომში წასვლა თუ ცხელწერტილებში სიარული უკან ყოველთვის დგას მელანქოლიური ბირთვი, ღრმა ესენციალური დეპრესია. თუნდაც ადამიანები მაგალითად რომლებიც მოგზაურობენ ველოსიპედით ულიან, ჯუმბერლეჟავას შემთხვევით. სადაც არის ღრმა მელანქოლია ამ ყველაფერს უკან. კი და რეალურად ესეთ დონეზე კი გმირობა არის ცალსახად როგორ არა, მაგრამ შეიძლება მანდი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ანუ ამ გმირობის სახელის ქვეშ წავიდნენ და შეიძლება იქ ზუსტად რაღაცა თავი ვერ დაიცვეს და ძალიანად ესე გაუცნობიერებლად შეუვარდნენ რამე საფრთხეს და მოგვდნენ. ხო, რა თქმა უნდა, გმირთან იდენტიფიკაცია. სხვათა შორის ეს მომენტები საინტერესოა, რას ნიშნავს, იმიტომ რომ თუ მე იდეალი არ ჩაერთო საქმეში ომის დროს, იდეალური მე და თუ თქვენ მოქმედებთ თქვენი ეგოს კარნახით, თქვენი ეგო ნარცისიზმის გავლენით თქვენ კარნახოთ, რომ თვითშენახვის ინსტინქტი ირთვება და წახვალთ ან თუ წახვალთ თუ გაფრთხილდებით და რა ვიცი ძალიან ბევრი რამ მაგრამ თუ ეგო იდეალია ამიტომ რომ ომში ჯარისკაცები იმხნევებენ თავს სიმღერით პატრიოტული შეძახილებით რომ მე იდეალი მოვიდეს მაქსიმალურად მოქმედებაში რომ მე თავგანწირვა შევძლო თავგანწირვის ანუ თვითშენახვის ნევროტული ფსიქიკური ეკონომია იცვლება გმირის და მეიდეალის და თავგანწირვის ფსიქიკური ეკონომიით. სხვანაირად შფოთვის დაძლევა შეუძლებელი იქნება. ნუ იანას მოხსენება კიდე გვაჩვენებს იმას თუ რა მასშტაბების უბედურება ხდება უკრაინაში და ოდიში ისე აი ომის რეპორტიორებშიც არის ხოლმე, აი ჟურნალისტები, რომლებიც ეს ცხელწერტილებში მიდიან, თითქოს ზოგჯერ უადგილოდაც კი მიდიან ხოლმე და ალბათ ამ მომენტზე მანდაც შეიძლება საუბარი. იგივე არის თვითდესტრუქციულობის თქმობა, რომელიც ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე სიყვარული, ვიდრე თქვათ ლიბიდო.
ისე აი ძალიან საინტერესო არის ადამიანს, რომელსაც ვთქვათ აქვს ბევრი წელი ფსიქოანალიტიკური მუშაობის, როგორც პაციენტი, ასე ვთქვათ, და ანუ იქ ხო რა ერთიანებს, სუპერ ეგო არის ძალიან მოწოდების სიმაღლეზე, როცა ესეთ სიტუაციებს ეხება საქმე. და ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, მრავალი წელი იმუშავეს და რაღაც ეგრე სუპერ ეგო აღარ მართავთ, ნეტა რამდენად შეუძლიათ მათ ომში წასვლა. ყოველ შემთხვევაში, პირველი მსოფლიო ომის დროს ერნესტ ლანცერი ადამიანი ვირთხებით ომში დაიღუპა. რო ცოცხალი ყოფილიყო, რო არ მომხდარიყო ეს ალბათ გითხავდით. რაც შეეხება ფერენცის, მაქს ეიტინგონს, კიდევ ვინც ხო კარლ აბრაჰამი ყველა ომში იყვნენ. მაგრამ სხვათა შორის ისინი არ იყვნენ ანალიზირებული, ნუ ფერენცი იყო. აი იცით რა შეესახმეთ, თქვენ თქვით სუპერეგო. მაგრამ ომის დროს სუპერეგო, ინდივიდუალური სუპერეგო ჩანაცვლებულია კოლექტიური მეიდეალით. შესაბამისად, მე სუპერეგო საერთოდ აღარ მაქვს. იქ ვარ გაერთიანებული. ეს სუპერეგო, ჩემი ინდივიდუალური სუპერეგო არის გადაფარული. ერთებული, მთლიანად უერთდება კოლექტიურ სუპერეგოს შესაბამისად, მე როგორც ნევროტული ეკონომიის სუბიექტს მეძლევა სრული თავისუფლება მოქმედების. დეზინიბიცია, განმუხრუჭება, რომელიც საჭიროა ომში, ხო? ინიბირებული სუბიექტი, როგორი ომებს ხო გამორიცხულია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კატრის ფოთვის ქვეშ სანგარში ყოფნა, კი არა, ზოგს გამოცდაზე უჭირს წასვლა. აქედან გამომდინარე, ეს კასტრაციის ფოთვა აღარ არის მთავარი ინჰიბიტორი ქცევის ომის დროს, იმიტომ რომ კასტრაციის მთავარი აგენტი სუპერეგოა. ეს სუპერეგო გათიშულია კოლექტიური იდეალის კოლექტიური იდეალი ანულაციას ახდენს, ესე იგი, აი მაგალითად, როცა არის რაღაცა მოვლენა, ვთქვათ, დღესასწაული და მეტროში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ უფასოდ, ღია ეს. რაღაც იხსნება მაგალითად გადასახადისგან როცა თავისუფლებით რაღაც ექსტრემალურ სიტუაციაში, მაგალითად კორონას დროს და ასე. ანუ სუბიექტი აღარ იხდის ნევროტიკი კასტრაციის ფოთვით. ეს გადასახადები ჩამოწერილია და მაგრამ იხდის სიცოცხლით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შიში აღარ აქვს. და ეს მეიდეალის ეკონომია თუ არ დამყარდა ომში, ნუ მაშინ უნდა იყოს სუპერ პროფესიონალი, ხო? ანუ მაგალითად პილოტები ბომბდამშენებში როცა სხედან იქ რაღაც მარშის სიმღერები და რაღაც ფანდურების კუტაკურა და არისმის ცხადია 600-700 კილომეტრი 800-900 კილომეტრი/საათით მიფრინავს სუბიექტი მარტო. ასეთ შემთხვევაში აქ უბრალოდ ეს არის პროფესიონალი და ჯარისკაცს როცა შეეხება საქმე, სწორედ ეს ეკონომია კასტრაციისა და ნევროზის უნდა იყოს შეცვლილი მანიაკალური ეკონომიით მეიდეალის. ხო, მანიაკალური ზუსტად. თუ მანიაკალურ ფაზაში ვერ ინაცვლებს საზოგადოება ომის დროს, ვერ ომობს. ვერც ომობს და ვერც ადაპტირდება. მანიაკალურ ფაზაში მანიაკალურში რას გულისხმობთ? მანიაკალურ ფაზაში, როცა ჩემი მე იდენტიფიცირდება მე იდეალთან. ასეთ შემთხვევაში, როგორც მდგომარეობა, მანიაკალური მდგომარეობა, როგორი აღთქინების, იდეალიზაციის, ყოვლის შემძლეობის ნარცისტული განცდა გეუფლებათ, უმწეობის განცდის საპირწონეთ, კასტრაციის ფოთვას ცვლის ერთგვარი სიხარულის ეიფორიის განცდა, რაც არის მანიაკალური მდგომარეობა. არ არის აუცილებელი, ეს არ არის ფსიქოზი, მაგრამ გავს ომი იწვევს სიგიჟეს, აქედან გამომდინარე ნორმალური ნევროტიკი ვერ ომობს. და ეს ვთქვათ, ეს მანიაკალური მდგომარეობა, ესე ვთქვათ, ალბათ ჯანსაღი ვერ იქნება, მაგრამ ყველასთვის დამახასიათებელი მდგომარეობად შეიძლება. ანუ ვთქვათ, შეიძლება ომის დროს იყოს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეს მანიაკალური მდგომარეობა, მაგრამ ომობს მიდის ბოლომდე, ვთქვათ, ნუ მიდის ბოლომდე რა. ეს ჩვენი ჰიპოთეზებია, მე არ ვიცი. ყველას სხვადასხვა ომის მიმართ სხვადასხვა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში მე როცა იანასთან მქონდა მოხსენება და საფრანგეთში მაშინ ვილაპარაკე
სხვა შორისდღეც იანემაც ახსენა, მაგრამ სხვანაირად ცოტა 4 პოზიციაზე საზოგადოების ომის მიმართ. ერთი არის ისტერიული პოზიცია, რომელიც ჰქონდა მაგალითად ქართულ საზოგადოებას, ანუ საქმე ეხება ომს, რომელიც ჩემ ტერიტორიაზე არ ხდება, სხვაგან არის. მაგრამ მე მეხება პოლიტიკურად თუ მე შეიძლება ვიყო რისკის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ისტერიული რეაქცია გულისხმობს იდეალიზაციას, გმირების და ომის იდეალიზაციას და ომი რო დაიწყო უკრაინაში ქართული ფეისბუქი აი ამას აჩვენებდა სწორედ ისტერიზაციას, სადაც ომი არის სცენა და მე ვარ მაყურებელი, რომელიც ისტერიზაციას განვიცდი. და ეს არის დრამა, რომელიც კვებავს ჩემს სხეულს ლიბიდინალიზაციას განიცდის ომი. და მეორე რეაქცია, როცა ახლოს მოდის ომი, ეს არის მანიაკალური რეაქცია. მანიაკალური რეაქცია ჭირდება იმისთვის, რომ აი მაგალითად ეს მოხდა, მე მაშინ ძალიან კარგად მახსოვს, ესე იგი, როცა სააკაშვილმა, როცა ხელისუფლებამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა ქვეყანაში. აი ეს სიმბოლური აქტი, რომელიცაც თავისი სამართლებრივი პოლიტიკური და სამხედრო შედეგები აქვს, ეს სიმბოლური აქტი თვითონ გამოცხადების საომარი მდგომარეობის თლიანად შეიცვალა ადამიანების სხეული, როგორ დადიოდნენ ადამიანები ქუჩაში. ესეც კი შეიცვალა, აღარ მაქვს ლაპარაკი იმაზე თუ რას ყიდულობდნენ, როგორ მოქმედებდნენ, ეს იყო სრული დეზორგანიზაცია და რეორგანიზაცია, ესე იგი მანიაკალურ ღერძზე. და როცა ომი არის უკვე ჩემთან, სადაც მე ვცხოვრობ, ეს არის უკვე ტრამვირებული სუბიექტის პოზიცია. და არის მეოთხე პოზიცია ჩემი აზრით, რაზეც მე ვილაპარაკე მაშინ იმ პარიზის შეხვედრაზე, მეოთხე პოზიცია ეს არის პარანოიული პოზიცია ომის მიმართ. და აი პარანოიულ პოზიციას იკავებს ის, ვინც ომობს. ვინც აცხადებს ომს, ვინც აგრესორია. ხომ შეიძლება რომ თქვათ რაც უფრო მეტად ფსიქოპათიური სტრუქტურა პიროვნებაში ის ხომ ლოგიკურად ამ მანიაკალურ მდგომარეობას მაგ საერთო მე იდეალის გავლენას აცდება და ის შეიძლება ძალიან მშვიდად იყოს ომში და ხოცოს ხალხი. ფსიქოპათები შვიდად არიან, იმიტომ რომ მათ არ ადარდებთ ომის პოლიტიკური, იდეოლოგიური და მორალური ასპექტები. მათთვის ეს არის ტექნიკა. მოაქცევს აი ამ იმაში რა. რა თქმა უნდა, ეს არის მათთვის პერვერტისთვისაც სხვათა შორის. ეს არის ტექნიკური მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა, სადაც შეიძლება გამოხატოს ლეგალურად თავისი ამავე დროს, ამიტომ არის რომ ასეთ სიტუაციებში ხშირად ბევრი ილტვის მოხდეს მსგავს სიტუაციაში ცხელწერტილებში და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი ტრამვირებული სუბიექტიც არის. ფროიდმა ჯერ კიდევ როდის თქვა, რომ ომის დროს ნევროზები ქრება. ამიტომ ნევროზები ან სიმპტომი ქრება. ეს ჩვენ ომის დროსაც და მაგალითად რთული დიაგნოზების დროს თქვა, პაციენტს როცა უსვამენ დიაგნოზს, რაღაც რთულ დიაგნოზს, სიმპტომები ნევროტული აღარ არის. ანუ ექსტრემალური სიტუაცია გულისხმობს სხვა ფსიქიკურ ეკონომიაზე. ფსიქონევროტული სიმპტომი აღარ არის საჭირო, ასე თქვა. მე მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება, მოკლედ. ხმა ისმის? ეხ, მაგრამ ვერ ხედავ. არა, კამერა ჩართული აქვს. უნდა მხედავდეთ. თან ხართ. მოკლედ, ხშირად ხდება ასე რომ ანუ აი ომის დროს, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციებში ხარ და ამ ყველაფერს ეგუები დიდხანს გიწევს აქ ყოფნა, შემდეგ გიჭირს აი ომი როცა დასრულდება, შვიდად ცხოვრება, ასე ვთქვათ. ანუ ვერ ჩდები რაღაც სტაბილურ ჩარჩოში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ცხოვრება განაგრძო ისე, როგორც ჰქონდა აქამდე. და როგორ ხდება ამ სიმშვიდესთან შეგუება? რა ეტაპები აქვს ან ყოველ შემთხვევაში არ მიმუშავია იმ პაციენტებთან, ვინც გამოსცადა ომი, მაგრამ ვინც ცხოვრებაში მოხდა დიდი გადატრიალებები,
ეს შეიძლება ყოფილიყო მძიმე დიაგნოზები, ეს შეიძლება ყოფილიყო ემიგრაცია, ეს შეიძლება ყოფილიყო დიდი დანაკარგები და ასე შემდეგ. როდესაც ექსტრემალურ მანიაკალურ რეჟიმში ინაცვლებს, იქ დიდხანს უწევს იქ ყოფნა, უკან დაბრუნება აუცილებლად გულისხმობს დეპრესიულ ფაზას, გლოვის ფაზას და სიცარიელის მომენტს. იმიტომ რომ ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ფროიდიანული ფროიდის ფრაზა, რომელთაც ის ასათაურებს თავის წიგნს, ფროიდის ფრაზა რო გამოვიყენოთ, ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია აღარ აინტერესებს სუბიექტს. მისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან ბანალური და პასაჟი დაბრუნების, ესე იგი ნორმალურ ფსიქიკურ ეკონომიაზე გადასვლა, უკან დაბრუნება გულისხმობს გარკვეულ ფსიქიკურ სამუშაოს, გლოვისა და დეპრესიის. რატომ? იმიტომ რომ როცა ხდება უბედურება და აი ამ მანიაკალურ ფაზაში ინაცვლებს სუბიექტი, მაგალითად მიწის ზვრის დროს მე მყავდა პაციენტი, რომელიც 10-11 წლის იყო სომხეთის მიწის ზვრის დროს. მე მგონი ეს მიწის ზვრა იყო 88-ში თუ 99-ში. და ის აღწერდა და მას ახსოვს კარგად ადამიანების იმ პერიოდში ყოფა ცხოვრება, რომელიც გულისხმობდა ძალიან ბევრ მხიარულებას, ძალიან უცნაურია ეს ხოჭორს. სხვა შორის უცნაურია, როცა გარდაცვლილია სახლში. მაგალითად, მამა ან დედა, მშობელი, ძირითად შემთხვევაში. ბავშვები, შვილები ძალიან ბევრს მხიარულობენ. შეიძლება ბავშვების გაჩერება, თამაშობენ, იცინიან, ეს არის აგზნებების მდგომარეობა, მანიაკალური მდგომარეობა ბავშვებთან, რომლითაც მანიაკალური დაცვა, რომლითაც ისინი ამ დანაკარგს უმკლავდებიან, მაგრამ საქმე იმაშია, თქვენი კითხვა მნიშვნელოვანია, საქმე იმაშია, რომ მანიაკალური დაცვა გულისხმობს ამ დანაკარგის უარყოფას. იმ მომენტშივე, ასე ვთქვათ. და როდესაც ყველაფერი მშვიდდება, გლოვა იწყება მაშინ. რატომ? იმიტომ რომ დანაკარგის გაცნობიერება იწყება. მანიაკალური ფაზის ნაწილია კარა გამოიგლოვოთ დანაკარგი, არამედ იმ მომენტში გადარჩეთ. მანიაკალური მდგომარეობა სამსახურს უწევს სუბიექტს, რომ იმ მომენტში ადაპტირდეს. იმიტომ რომ იმ მომენტში სხვანაირად გაგიჭირდება. და როდესაც ეს გარემო მშვიდდება, როცა ეს ფაქტორი აღარ არსებობს, აი მაშინ უფრო რთული და პერიოდი უფრო ხანგრძლივი პერიოდია. ეს არის გლოვის დეპრესიის ფაზა და დაბრუნება დაკარგულ ობიექტთან. მცდელობა დაკარგული ობიექტის გამოგლოვის. ბავშვებთანაც მერე ჩნდება ეს. ეს ხო რეალურად იგივე მანიაკალური მდგომარეობიდან გადავინაცვლო გლოვის და დეპრესიის ბოდიში ისმის ჩემი ხმა? ეს ხო იგივე არის, როდესაც აი თქვათ, რაც ახსენეს თქვენ, რომ მანიაკალური მდგომარეობის მერე ფსიქიკაში მოდის გლოვის და დეპრესიის პერიოდი. და ძალიან მინიატურული სახით ეს ხო ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, მაგალითად, როცა რაღაცა უცბად საფრთხე იქმნება, თქვათ რაღაცა შენ ახლობელთან შენ რამე დაგემართა, ან შენ შვილს უცბად ჭირდება, რომ მობილიზდე, გადაარჩინო და შემდეგ, როდესაც ეს მობილიზაცია მოხდება, ხდება მოწყვეტა. და ზუსტად ეს არის, ეგრაც ახსენეთ, თუნდაც უდიდესი გაასმაგებული მასშტაბები. გაასმაგებული მდგომარეობაა. რასაც დისტრესს ეძახიან, მაგრამ ეს უფრო მეტია, ხო, ესე იგი და ამოიწურა. მაგალითად, ეს ახასიათებთ მაგალითად დედებს, რომელთა შვილებსაც დაუდგინეს კანცერი და გაიარეს მათ მთელი ეს მძიმე პერიოდი ერთად. ბავშვი გადარჩა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი მთელი ფსიქოპათოლოგია დედასთან ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ იჩენს თავს. მანამდე არის მანიაკალური ფაზა, ფინანსების მოძიების, კლინიკის, მობილიზაცია გამოცხადებული ფსიქიკური და ხო, ეს არის ეს მობილიზაცია, რომელსაც საომარი მდგომარეობა, რომელსაც აცხადებს სუბიექტი და მის გარშემო მყოფი ადამიანები, მაგალითად ოჯახი. და ეს არის კოლოსალურ დანაკარგებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ფსიქიკა ამ მანიაკალურ მდგომარეობის დროს ძალიან ბევრს ეს გავს დოპინგს, როცა იხარჯება დიდი დოზით. იხარჯება, მარაგი იწურება. მარაგი იწურება, დიახ.
ამიტომ რევიტალიზაციის და ხელახლა გაცოცხლების ფაზა უფრო რთული. ამიტომ უკრაინელებს ალბათ წინა აქვთ ეს კიდევ ეს ჯოჯოხეთი ჯერ ომი დამთავრდეს. აი ეხლა თქვენ რო თქვით ბოდიში მინდა ვთქვა აი მშობლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზუსტად ის მომენტი მქონდა და რაღაცები უფრო დამილაგდა ადრეულ ასაკში დავკარგე ორივე მშობელი და მიუღებლობა მქონდა ზუსტად ამ ფორმით რომ ისტერიული სიცილი რომელიც შემდეგ გადავიდა ნეინელა მიღებაში დაახლოებით 10-12 დღე არ ვიღებდი ამ ყველაფერს რომ ვცდილობდი რაღაცნაირად გაუმხიარებულიყავი რაღაცებისთვის მეყურებინა ისეთისთვის რაც გადააწყობდა პოზიტიურზე ამ ყველაფერს მაგრამ აი შემდეგ ეს მწუხრის პერიოდი რომელიც დაიწყო ძალიან მტკივნეულად და ძალიან ძნელად გადავაგორე ესე ვთქვათ. ეხლა რო თქვენ თქვით ეს ყველაფერი მანიაკალურ სინდრომში ხო უფრო მეტად დამილაგდა ყველაფერი და უფრო დავარქვი სახელი რაღაცაებს. რა თქმა უნდა, სიკვდილი გარდაცვალება მithumetes შობლის იწვევს კოლოსალური ლიბიდოს და ნარცისტული ლიბიდოს მობილიზაციას და ეს გამკლავების მექანიზმებია ბავშვთან თქვენ რა ასაკზე საუბრობთ, როცა თქვენ 10-11 წლის იყავით, როგორც თქვით რა? დიახ, კი, მასე ვიყავი. დიახ. თუმცა უკვე შემდეგ როცა სხვა ძალიან ახლობლებიც გარდაიცვალენ, უკვე სხვანაირად გაძლიერებული დავხდი ამ ყველაფერს და ეს მექანიზმები რა თქმა უნდა აღარ მქონდა მსგავსი. უფრო მიუხედავად დავხდი ამ ყველაფრის. მაგრამ სხვა შემთხვევაში რამდენხან შეიძლება აი მაგალითად თუ გქონიათ შემთხვევა აი რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს მსგავსი მდგომარეობა და მიუღებლობა. ეს ძალიან ინდივიდუალურია, გლოვა შეიძლება მერე გადაიქცეს დეპრესიად, მელანქოლიად, ფროიდმა ამას მიუძღვნა სწორედ თავის ნაშრომი გლოვა და მელანქოლია 1917 წლის ნაშრომი და ამავე დროს გააკავშირებულია პიროვნების სტრუქტურაზე იმ ბზარებზე, რომელიც მის ფსიქიკურ ცხოვრებაში არის ბავშვობიდან. ეს დანაკარგის ტრამვა აქტუალიზაციას ახდენს ამ ბზარების და გააჩნია ფსიქიკურ კონსტიტუციას, ესე იგი კონსტიტუციური ფაქტორები, ანუ როგორ არის აგებული თითოეული სუბიექტი, ის რაც ერთისთვის არის კოლოსალური ტრამვა, მეორესთვის არის უბრალოდ მძიმე სტრესი. და ბავშვებიც განსხვავებულად რეაგირებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მანიაკალური დაცვა ბავშვებში ძალიან წარმოდგენილია, რა თქმა უნდა. და შეიძლება რომ გლოვის ეტაპი გადავაცდეს ბევრი წელიც. აი საქმეც ამაშია, რომ თუ ეს რეალობის უარყოფა როგორც მექანიზმი დარჩა საბოლოო ჯამში, ეს ადამიანის ფსიქოტიზაციას იწვევს, ხო, საბოლოო ჯამში რეალობის უარყოფა ესეთი მექანიზმი, რომელიც ძალიან ბევრს ვიხდით, ფაქტიურად ვიხდით რითი რეალობის უარყოფით. გასაგებია, ძალიან საინტერესო, მადლობა. არაფრის მადლობს თქვენს. ერთ მომენტს შევეხები კიდევ თუ შეიძლება რა თუ გვაქვს დრო. დიახ. აი წერან როდესაც სტუმარი საუბრობდა რომ ესე იგი საუბარი იყო იმაზე რომ იმ ესე იგი პაციენტმა მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ ანუ ზედმეტად არ ერეოდი ჩემს მოკლედ ამ პროცესშიო რა ჩემს შინაგან სამყაროშიო და მე ერთი მომენტი თქვენ ისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არისო ეხლა რასაც ხაზი გაუსვითო და ანუ მაგრამ მე სხვა საკითხზე გადახვედით მაგით მაგრამ აი ეს საკითხი მაინტერესებს დაუშვათ აი სად შეიძლება იყოს ზღვარი ამ შემთხვევაში ესე იგი ადამიანთან მუშაობის პროცესში რაღაცეებში ჩარევასა და არ ჩარევას შორის შეიძლება ძალიან დიდი კითხვაა და ძალიან დიდ პასუხს მოითხოვს, მაგრამ ანუ თქვათ რაღაც დღეს რასაც ვისაუბრეთ და რასაც შევეხეთ იმ ფარგლებში თუ შეიძლება რომ აი ძალიან მოკლედ თქვათ რაღაც ეს მომენტი რა. აი ეს იმის კონტექსტი იყო რომ როცა იანამ თქვა რომ პაციენტი რომელიც ამდენად მძიმე ტრამვის ქვეშ იყო ну ეს ხო საშინელება საერთოდ ტრამვა უცაბედი მოვლენაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ტრამვა, რომელიც პროლონგირებული მდგომარეობა ტრამატიზაციის. მას ეშინოდა რა 7 სტაბილური 7 მდგომარეობის. და სავარაუდოდ, აი ზუსტად იმიტომ სავარაუდოდ, მაგრამ ეს ვარაუდია, რომ
როგორც კი ყველაფერი წყნარდება, სუბიექტი აღმოჩნდება პირისპირ საკუთარი კოშმარის, რომელიც არ არის რეპრეზენტირებული საკმარისად. ამიტომ მუდმივ მოძრაობაში ყოფნა მას შესაძლებლობას აძლევს, რომ არ აღმოჩნდეს მარტო პირისპირ სიჩუმეში ამ კოშმართან. ანუ შინაგანი ხმაური ფსიქიკური იწყება, როდესაც გარეთ ყველაფერი წყნარდება. როდესაც გიხდით, თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ, მე უნდა დაგტოვოთ აუცილებლად 9 საათზე რაღაც მაქვს და მადლობა დიდი. მადლობა. მადლობა. ახლა მადლობა.